კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, მადლიერებით, პატივისცემით. კიდევ ერთხელ განსაკუთრებული სალამი და მოგითხრა ჩემგან ჩემი არხის გამომწერებს. მოგესალმებით და მადლობა ნდობისთვის იმ ადამიანებს, ვინც პირველად ხართ შემსარხზე და მოდით ახლა ორ ვარიანტზე გავაკეთოთ. თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში რა ხდება მის სახლში, გულში, გარემოში, გონებაში, თქვენთან დაკავშირებით, მომავლის ენერგიებში და ასე შემდეგ. პირველი, მეორე ვარიანტი და დავიწყეთ. პირველი ვარიანტი ვნახოთ რა ხდება და მოდი რატომღაც მომინდა რომ ეს სუფის ტაროზე გავაკეთო. ნახოთ ჯერ ვის უყურებთ. ხო, სიგნიფიკაცია, ვინ არის ერთი არკანით, რა ხდება მის სახლში, მის თავში, გონებაში, ანუ მის გულში, ჩანს არკანები, ხო. მის გარემოში ზოგადად, თქვენთან დაკავშირებით რა ხდება და რა ამბებია, უახლოესი ენერგიები, ორი არკანი ამომყვა თქვენთან დაკავშირებით და იყოს ასე ორი არკანი და ვნახოთ ახლა, აბა. ოხო, ვერაფრით დაიკვეხ, აქ უნდა დავამატო, იმიტომ რომ აქ მგონია რომ მაინც რატომღაც ან როგორი მომენტია იცით, ადამიანი რომელიც აი ძალიან ისეთი ცოტა დეპრესიულია, ცოტა შფოთვარე, სულ რაღაც ის რომ ეშინია, სულ აი მომავალში რომ ვერაფერს ხედავს, რაღაცა არ გამომრიცხავს, ცოტა მენტალური პრობლემებიც ქონდეს, იძულებით არჩევანში იყოს იქ სადაც არის, ანუ კატეგორიულად არ მოსწონდეს ის გარემო და ის სიტუაცია სადაც არის, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, მე ვერ ვირჩევ, მე არ შემიძლია, მე ხელი უნდა მომაშველონ, მე ვერ ვხედავ. გესმით ხო რას ვამბობ? არადა რეალურად სადღაც უნდა წავიდეს, ხო, რომელიღაცა გზა უნდა აირჩიოს, მაგრამ არ იცის, იმიტომ რომ ვერ ხედავს, ვერ ხვდება წინ ბარიერია თუ რა ხდება. ნუ ყოველ შემთხვევაში ცოტა არაჯანსაღ ენერგიებში მყოფი ადამიანია, მაგრამ აი ახლა მოდი ერთი არკანით კიდევ სიგნიფიკაცია დავამატოთ და ნახეთ რა არკანზე გადაიშალა დაკიდებული მამაკაცის არკანი. ხო, არ გამოვრიცხავ, რომ ახლა ძალიან უჭირდეს ამ ადამიანს, ძალიან ბევრი მიმართულებით და საკმაოდ ისეთ პერიოდს გადიოდეს და ერთი არკანითაც ვნახოთ. უფრო მეტიც მეგობრებო, შეიძლება სადმე მიდიოდეს, სადმე წასვლას გეკმავდეს. ნუ თუ მივლინებებით არ დადის და რაღაცა სავაჭრო ურთიერთობები არ აქვს სხვადასხვა ქვეყანაში და ხშირად არ უწევს მოგზაურობა, შეიძლება რეალურად სადღაც რაღაცა სიტუაციიდან წასვლასაც ფიქრობდეს. ახლა ვნახოთ რა ხდება მის სახლში. ხო, ნუ მის სახლში აი ჩვეულებრივი სტაბილური გარემოა, ბავშვები, მამა, არ ვიცი, ცალკე ცხოვრობს თუ როგორ არის, რა მნიშვნელობა აქვს, ხო? არ არის ცუდი სიტუაცია, საკმაოდ სტაბილური, საკმაოდ მყარი, საკმაოდ ისეთი რა, აი გარედან რომ შეხედავ, ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი კარგად არის. აი თავში რა ხდება და გონებაში, ხო, მაგის არკანით ბევრი რამე ხდება, ბევრ რაღაცას გეკმავს, ბევრ რაღაცას ფიქრობს, ბევრი რაღაცის გაუმჯობესება უნდა. სხვა ჯერს ბევრ რაღაცას შეიძლება სწავლობს კიდეც არ გამოვრიცხავ, შეიძლება ფსიქოლოგიით იყოს ძალიან დაინტერესებული, ეზოთერიკითაც. აი სულიერი ზრდის პერიოდი შეიძლება ახლა და ამ ეტაპზე გქონდეს და ცდილობდეს, რომ რაღაცები საკუთარ თავში სხვანაირად გადაალაგოს, სხვანაირად გაიზარდოს. ძალიან მაგარი არკანია. ბევრი პროექტი აქვს, ბევრი გეგმა აქვს, ბევრი მომენტი აქვს, ანუ გადაწყვეტილი. მის გონებაში არის აი როგორი მომენტი, იცით, რომ ყველაფერი უნდა დაალაგოს, ყველაფერი უნდა უკეთესად იყოს, ვიდრე იყო. ძალიან კარგ ენერგიებშია გონებრივად, ყოველ შემთხვევაში აი აქედან გამომდინარე, ბევრად უკეთესი და ჯანსაღი მომენტები მომდის. აი გულში რა ხდება, აბა ეხა ეს ვნახოთ გულში რა ხდება. მეორე მაღალი არკანი. გულში ეს ძალა რას უკავშირდება, აბა რატო ძალის არკანით, კვერთხების ტუზი, რისკენ მიდის და რისგან უნდა თან ცეცხლი იზიდავს, თან გამარჯვება უნდა, თან რაღაცის მიღწევა უნდა, თან მოკლედ იმ სიტუაციისკენ მისწევს გული ზუსტად, სადაც თვითონ
ყველაფრის მართველია, ხო? სადაც აი მართლა ლომა დაგრძნობინებენ თავს. ნახეთ გოგონა, რომელმაც დაიმორჩილა, ხო, ამხელა მხეცი და მიშკვაზე ატარებს, თან ისეთი ბედნიერია, მაგრამ ამ ლომს თვალხა ბედნიერების გოგო ცინის, მაგრამ ეს ლომი დიდად რო გითხრათ, რომ ნახეთ როგორი სახით იყურება, ხო? რაღაცისკენ უნდა წასვლა, თითქოს რაღაცა ძალის მოკრებას ფიქრობს, მაგრამ თან რაღაცა არ ეთმობა, გულში რაღაცას ვერ თმობს. აბა კიდე მანახე ერთი არკანით. მიუხედავად იმისა, აი ხო გეუბნებით, ძალას იკრებს, რაღაცა თან სასიცოცხლო ენერგია და თან სხვა დადებითი ვიბრაციები და სიხშირე იზიდავს, აი გზა თუ სიტუაცია თუ ადამიანი, ვისთანაც აი ესე გრძნობს თავს, მაგრამ რეალურად თან აი იმ წარსულს ებღაუჭება, რომელიც თავზე ენგრევა, რომელიც აი ვერ გაუგია რა უნდა ქნას და როგორ უნდა ქნას, რას უკავშირდება მანახე წარსულს, რა წარსულს რატოა ეს მდგომარეობა? ბავშვები, სტაბილურობა, ვერ ეხსნება მეგობრებო იმ სიტუაციას და ეს ვის უკავშირდება? ეს ვის უკავშირდება და ეს სხვა მხარეს უკავშირდება, სხვა გარემოს უკავშირდება. აქ რაღაცა მომენტ მომდის სამკუთხედი ის ენერგიები და სუნი. ყველაფერი მაქვს, პარად ვარ, კარგად ვარ, მაგრამ მაინც სხვა მხარეს ვიხედები, რაღაცები არ მყოფნის, არ მაკმაყოფილებს. ჩემი არასხვისი მომავალიც მინდა, ხო, აი რაღაც ცივ კონფლიქტურ ენერგიებშია. ახალი ანუ რაღაცა ახალი იზიდავს რა, ახალი ურთიერთობა, სადღაც სხვა, ანუ აქ ხო არის და აი აქ რაღაცა სხვა აქვს, აქ სხვა არის და აქ სხვა არის, აი რაღაცა ის გაურებულ სიტუაციებშია. გულში დიდი ხრომტრიალი აქვს, ვერ შემშურდება ნამდვილად და ვერავის შეშურდება. აი მის გარემოში რა ხდება? ხო, მის გარემოში მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გადაღლილია და დაქანცულია, მაინც ეტყობა როგორც ჩანს თავისი სამეგობროა თუ თავისი თვითონ იხალისებს თავს, არ ვიცი, მაგრამ ახერხებს დასვენებას, ახერხებს ენერგიების აღდგენას და ახერხებს იმას, რომ რაღაცა გარემოში ადაპტირებული სწორად იყოს. თქვენთან დაკავშირებული ენერგიები, ოპა. მომატყუეს მიღალატეს, აღარ უნდივარ, აღარ მინდა, ანუ არ ვიცი, რაღაცა თავზე ჩამოგვემხო ყველაფერი. აღარაფერი კარგად არ არის და აღარ იქნება ეს დამოკიდებულებები. რატო? რა მოწია, გეუბნებით სამკუთხედის სუნი მომდის თქო, იქ რაღაცა, აქ არ ვიცი, შეიძლება რაღაცა სხვაობაც გქონდეთ, ვერ გეტყვით ასაკობრივი რელიგიური თუ რაღაცა მომენტი იყოს აქ. დონ კიხოტივით ილუზიებს ებრძვის, ყავს თავისი ფარული ქალი, კვერთხების დედოფალი, რომელიც დღეს მისგან მანძილზეა და თქვენზეა, ხო, ეს თქვენზეა ზუსტად ლაპარაკი, მაგრამ მე თქვენთან დაკავშირებული ენერგიებს ვეკითხები, მეგობრებო. ხო, თქვენთან ყველაფერი გაფუჭებული აქვს. მომავლის ენერგიები რა იქნება? არაფერი, მომავლის ენერგიები თქვენ თავდაცვაზე იქნებით, მამაკაცები თუ მიყურებთ, პირიქით გადაიტანეთ სიტუაცია. ხო, მოარგეთ თქვენ სიტუაციას, პირიქით შეცვალეთ როლები. არა, აქ კარგი არაფერი იქნება. ვერ შეძლებს ეს სამ სიტუაციის გამოსწორებას. თქვენ გადაწყვეტილება მიღებული გაქვთ, თქვენ ზუსტად იცით, რომ თქვენ კი არა, ხო, თქვენ ზუსტად იცით, რომ всё ის რაც თქვით, ის უნდა აასრულოთ. მიუხედავად იმისა, რომ გიყვართ, მიუხედავად იმისა, რომ მაინც გაქვთ რაღაც ემოციები შერჩენილი, იცით, რომ ახლა და ამ ეტაპზე ჯობია, რომ ბარიერი გქონდეთ. ნუ იცით, რომ ასია კი ბატონო, ნახეთ, სხვა შემთხვევაში ისევ ციკლურ წრეზე წახვალთ და იცით, რომ ისევ იგივე დატრიგალდება, იცით, რომ ეს ადამიანი ვერაფერს შეცვლის. და მინდობილი ხართ სამყაროს, დარწმუნებული ხართ, რომ სამყარო აი მესამე მაღალი არკანი ამოვიდა, ხო, თქვენ იცით, რომ ეს ვიჯაჭულობა ჩაიხსნება, იცით, რომ კი, ნახეთ, აი ეს გაურება უნდა დაასრულოთ, იმიტომ რომ აღარ შეგიძლიათ ეს ემოციური საქანელები და დაიწონები და მინდობილი ხართ მთლიანად სამყაროს, რომ სამყარომ, ასე ვთქვათ, ნახეთ, ანუ აი როგორი დამოკიდებულება გაქვთ, იცით, რომ მე მივანდობ სამყაროს ჩემს სიტუაციას და ვნახოთ რაც იქნება იყოს, ხო? და იქნება კიდეც, იქნება, ნამდვილად იქნება
განულება ყველაფრის. თქვენ ამის კი, ნახეთ სამსჯავროს არკანი, რამდენი მაღალი არკანი ამოვიდა, მეგობრებო. თქვენ ყველაფერს თავის სახელს დაარქმევთ. ყველა მის საქციელის წილ მიიღებს. ყველას მის წილ მიეზღება და ყველა, ასე ვთქვათ, თქვენს ადგილს დაიკავებთ. და ეს ყველაფერი რომ დასრულდება, მე რა იქნება თქვენს ცხოვრებაში, მე გამარჯვება იქნება. მე თქვენს წილ ადამიანს იპოვით, კი. ყოველ შემთხვევაში ემოციები ძალიან ბევრი მოვა თქვენს ცხოვრებაში. დაისვენებთ, ამოისუნთქებთ. ხო, არ ვიცი, ხო ვის როგორ გაგიხარდათ ეს ინფორმაცია, მაგრამ აქ ცალსახად ეს მომენტი მოდის. მადლობა. პირველ ვარიანტს დაგემშვიდობებით და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. ნახოთ მეორე ვარიანტი. ხო, რაღაცა გადმოფრინდა, რაღაცა მეორე ვარიანტს გონია რომ უფრო მეტად სამსახურებრივი თემები გაინტერესებთ და ფინანსური. ძალიან გადაქანცულები ხართ და პირადი ცხოვრება, ვითომ? აი, ნახოთ. შემდგარი ხალხი მიყურებთ. უკვე თქვენი ნაცხოვრები რო გაქვთ, თქვენ ძალიან ჩქარავთ. მაგრამ ეს დაღლა და ეს რაღაცა ყველაფერი მომბეზრდას ენერგიები მომდის. კაი. ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი, რა ხდება მის სახლში, რა ხდება მის გონებაში, რა ხდება მის გულში, რა ხდება მის გარემოში, რა ხდება თქვენთან დაკავშირებით და უახლოესი ენერგიები და აქ საერთოდ სამი არკანია მომყვა წინაზე ერთად. ორი არკანია მომყვა, აქ სამი არკანია მომყვა და იყოს აგერ. კაი, რა ხდება, ვინ არის? არ არის სტანდარტული ადამიანი, მეგობრებო, არ არის ხელწამოსაკრავი ადამიანი, ადამიანი შეიძლება ბუნებით იყოს მასწავლებელი, ბუნებით, აი როგორი ადამიანი იცით, მასთან ერთი საუბარი, ერთი წიგნის წაკითხვის ტოლფასი იყოს, ხო? უზომოდ განათლებული, უზომოდ დიდი ემოციური ინტელექტის პატრონი, ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც აი გზრდის, ადამიანი, რომელსაც ხოჭირს დიდი ხმაური და აურზაური არ უყვარს, უფრო რაღაცა ინტროვერტი ხასიათის შეიძლება იყოს მისთვის, ანუ ჩემი ბედნიერება, ჩემი არკვირის ფასადურად და არ გამოაქვს ყველაფერი საშკაროზე. მე ძალიან მიყვარს ესეთი ადამიანები და მგონია რომ ძალიან ცოტა დარჩა ეგეთი მამაკაცები მით უმეტეს და ვინც დარჩა ჩემი პატივისცემა მათ. ხო, აი ადამიანი, რომელიც სულ მუდამ კავშირშია სამყაროსთან რა, კავშირზეა და ანუ იცის რომ სამყაროში ყველაფერი მისი კანონზომიერებით ხდება. ეს ბევრად მაღლა დგა ჩვეულებრივ სოციუმზე და ჩვეულებრივ უბრალოდ გარკვეულ ჯგუფებზე, ხო, ვინც შეიძლება ქუჩაში ყოველ დღე შეგხვდეს სამსახურში, ეს ცოტა განსხვავებული ადამიანია. კარგად თან დადებით ჭრილში განსხვავებული ადამიანი. მის სახლში რა ხდება, ხო? მის სახლში რაღაცა სხვაჩვენს წეღანა ამოვარდა ეს არკანი, ხო? სამსახურის თემა, ტრიალებს, რაღაცა ფულის თემა, აქ შეიძლება რაღაცა პრობლემაც ქონდეს ფულთან დაკავშირებით და სულ ცდილობდეს რომ მეტი რაღაცა შეძლოს, რომ რაღაცა სიტუაციები დაალაგოს. მის თავში რა ხდება? მის თავში რაღაცები ინგრევა, მის თავში სრული ქაოსია, მის თავში სრული კაკაფონია, არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ისეთი შეგრძნება აქვს, რომ თავზე ენგრევა ყველაფერი, თითქოს რაღაცეები ძალიან ისეთ და გულშიც ეგ ამბავი აქ არჩევანის მომენტი აქვს. არ იცის ხო ორ სიტუაციას შორის არის გახლეჩილი, არ ვამბობ აქ ადამიანებს, ხო, უბრალოდ სიტუაციას შორის არის გაჩხერილი და გაჭედილი. აბა რას უკავშირდება ეს ამბავი მანახე? რატო ღამები არ ძინავს ამ ადამიანს? ემოციებს უკავშირდება? წარსულის ემოცია არ ასვენებს? აქ შეიძლება მეგობრებო ყოფილ ქმარს ან ყოფილ ცოლსაც უყურებდეთ, არ გამოვიცხავ. აქ უფრო მგონია რომ ეს ადამიანი იმპერატორი იყო და იმ დანგრეულ სიტუაციას ან ახლაც ურთიერთობაშია მესამე პირთან საჯაროა გაშლა და ეს ორივე ვერსია უნდა ვთქვა და აი ეს ამბავი ენგრევა თავზე და გულში მოკლედ ეს ორომტრიალი აქვს რომ აღარც ისია და აღარც ასია. მე არ მინდოდა ძალიან აი ამ არკანებით მე თქვა რომ ეს აქაც რაღაცა თითქოს სამკუთხედის ვარიანტი ჩანს თქო, მაგრამ ხო არ ვიცი, ვნახოთ წინ რა. გარემოშთანაც იზოლირებული, არ ვიცი, შეიძლება რეალურადაც ავადობდეს, შეიძლება
რაიმე პრობლემებიც გქონდეს, რას უკავშირდება ეს მანახი აბა. ფარულქალს. არ ვიცი, აქ მგონია რომ რაღაცა შეიძლება საზოგადოებამაც გაიგო უკვე რაღაც სიტუაციის შესახებ, არ გამოვრიცხავ, გაიგო რაღაც სიტუაციის შესახებ და ან უბრალოდ თვითონ გააცნობიერება რაღაცეები, ნახეთ, თავის თავში ინტუიციურად, იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი ინტუიცია აქვს, ბევრი რაღაცა, ასე ვთქვათ, გამოიტანა საკუთარ თავში სააშკარაოზე და აი გაიაზრა რამდენი ტვირთი აქვს წამოკიდებული ხომ ხრებზე. მეორე მაღალი არკანი. და აი თითქოს იცით როგორი მომენტი აქვს, რაღაცა მომენტში აი ხშირად ემდურის ბედს, თითქოს აი მე რომ ბედი მქონოდა, აი მე რომ რაღაცა ეს დამოკიდებულება აქვს, ოღონდ ხმამაღლა შეიძლება ეს არ თქვას. ან აი როგორი მომენტი გქონდეს, იცით, რომ რა გავაკეთო, რაღაცა ეს არის, რასაც ვამბობ, არის და ვერაფერს სიტყვი. აქ მაინც მგონია რომ იძულებით სიტუაციასთან გვაქვს საქმე რაღაცას თვითონ რო არ უნდა იმ სიტუაციაში უწევს ყოფნა. აი თქვენთან დაკავშირებით შეყვარებული. თქვენ მისთვის ყველაფერი ხართ, აბსოლუტურად ყველაფერი ხართ, აი თავიდან ბოლომდე რა კონტექსტშიც გინდათ განიხილეთ. თქვენთან ყველაფერი ზუსტად ისე აქვს, როგორც მას უნდა. უახლოესი ენერგიები რა იქნება? არა. უახლოეს ენერგიებში ისე გააგრძელებს ყველაფერს მეგობრებო. ისევ გაურკვევლობაში, ისევ ხშირ შემთხვევაში უპასუხოდ დაქტოვებს თვითონაც რომ ვერ ეცოდინება რა უნდა, როგორ უნდა, რატომ უნდა, ეს მომენტიც ძალიან ხშირად წამოუვა რომ იცოდეთ. პასუხი შეიძლება ვერაფერზე, აი რაღაცა რომ გკითხოთ, პასუხი ვერ გაგცეთ. იქნება იქ, სადაც არის, თან აგერ იქეთ იყურება. და თვალი იქეთ რჩება, მაგრამ გულიც იქეთ რჩება, მაგრამ ნუ სხეულით აქ არის, ხო? მაგრამ ემოციური მომენტი იცოცხლა ექნება. ან თქვენთან ურთიერთა არა, ეს ბალანს ვერ იცავს, მეგობრებო. აქეთ ყავს იმპერატრიცა, აქეთ აი ორი მიჯნა აქვს რა და აქ ბალანს ვერ იცავს, ანუ არ არის, ნუ აი ორი ქალი ყავს. ერთი მანძილზე, ერთი სახლში. და ეს ბალანსი აქვს არეული, ნახეთ. მეტლე, რომელი მეტლე გინახავთ, რომ ასე ფეხებით იყოს, ხო, პირდაპირ პედაურზე შემხტარი და რა ვიცი, როდის დაუცდება ფეხი და როდის ამოყირავდება. აი ამ მომენტშია ზუსტად. არჩევანის წინაშე დგას კი ბატონო. აქ აი გაურკვევლობების შიშები, აქ აი როგორ დამიხატა იცით? იქ იმპერატორი, აქ ვერთხების მეფეა. აი კლასიკური სამკუთხედი დამიხატა მეორე ვარიანტმა. არა, ვერაფერს ვერ გეტყვით აქ საიმედოს, აქ პრობლემებს და ნერვიულობის მეც ეს არაფერს მოგიტანთ, ასე რომ თუ რამე გადაწყვეტილება საპირისპიროდ დროულად მიიღოთ, ჯობია, ჩემი რჩევაა, თორე ნუ არჩევანი თქვენია. კარგით, დაგემშვიდობებით, ჩემო კარგო ადამიანებო, ნახვამდის.